მოგესალმებისა. ეთერშია ხანუმა. გადაცემა მათთვის, ვისაც აინტერესებს თუ როგორ იკონოს თავისი მეორე ნახევარი. მე ლევაზურ წუმია, ეკაკა ხეინა ნინო ხომერიკი. სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებით. დღეს ჩვენი მთავარი გმირის, მიშა სულუხიას გულის მოგება 3 კანდიდატი შეეცდება. საკრებულოს წამყვანი სპეციალისტი სალომე ჩადუნელი, მომავალი ფინანსისტი შორენა წკიტიშვილი და ქორეოგრაფი თამუნა ბედიანაშვილი. ამ 3-მა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულმა გოგონამ იმედის საიტზე ერთი და იგივე ახალგაზრდა ვაჟი შეარჩია. მიშა საკმაოდ წარმატებული და ნიჭიერი მომღერალია. ახლა კი ვთხოვოთ მას სტუდიაში. Just to gigolo, and everywhere I go, people know the part I'm playing. Head for evidence, selling instruments. Oh, what they're saying. დღეს მიშა მე წახტოვანებული მომენტი აშკარად ვიზადარი ცოლის შესართავად რა When the end called, I know I was just a gigolo. Life goes on without me. I'm just a gigolo, and everywhere I go, people know the part I'm playing. I'm paid for evidence, selling instruments. Oh, well, there I say, there will come a day when you pass away. What would you say about me? When the end goes, I know I was just a gigolo. Life goes on without me, 'cause I ain't got nobody. Nobody to care for me. Nobody that's sweet for me. I'm so sad and lonely. Sad and lonely, sad and lonely. Yeah, the things with a chance with me. Oh, მეგობარი კი ვარ, მაგრამ მიშა სხვანი. no, well, I don't know, yeah. Still I'm gonna know. And I know I ain't got nobody. It's nobody to care for me. From the sun along the mama coming nobody care for me. Nobody's sweet from me. I'm so sad and lonely. And nobody, come and take a chance with me, 'cause I'm so bad. გამარჯობათ, მე ვარ მიშა სულუხია. მე მოვედი დღეს ჩემს მეგობარ მამუ კალომიძესთან ერთად, რომელიც არის კლასიკური ბარიტონი და მოღვაწეობს იტალიაში. და დღეს მე მგონი დავეხმარება არჩევანის გაკეთებაში. ძალიან მინდა რომ კარგად გავიცნო რა, кайფაცია მაგარი. მოგესალმებით, ლამაზ მოგესალმებო. სასიამოვნოა ჩემთვის. მოდე ხარ ნახოთ სიუჟეტი შინ შესახებ. მიშა სულუხია, მომღერალი, არის უდიპლომო სასიძო. სწავლის გაგრძელებას პარიზის კონსერვატორიაში აპირებს. აქვს უნიკალური საოპერო ხმა, კონტრტენორი. იყო ტელეიმედის პროექტ ნუცას სკოლას მონაწილე. მოლდოვაში კონკურს ხუსტანი აისტის გამარჯვებული. დაოჯახებული არ ყოფილა. შეყვარებულს კი 8 თვის წინ დასცილდა. იზიდავს ხანგრძლივი ურთიერთობები. მოსწონს საინტერესო ქალები. ამბობს, რომ არ მოიყვანს სოლად გოგონას რბილი ლოთი. რომანტიკულია ტირის ფილმებზე და ემოციურ მუსიკალურ შესრულებებზე. არის დედისერთა. ყავს უამრავი თაყვანისმცემელი.
სოციალურ ქსელში მათი რაოდენობა 4000 აღწევს. ნუ საერთოდ რაღაც სიტყვა ჟიგოლო მოიწევს იმ სიტყვის მნიშვნელობას, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით ღმერთმა დავიმთავროს. ჟიგოლო საერთოდ არის მამაკაცი, რომელიც გამოძახებით მუშაობს, ხო? ქალებთან. არა, ასე არ ვარ. ჯერ. ეს შემთხვევით სიმღერა იყო. არჩი ესეთი. სიმღერა. სიმღერა ეს პოპულარული სიმღერა, რომელიც ხასიათთან ახლოს არის ჩემთან. რა ფაკულტეტზე სწავლობდი კონსერვატორიაში? კონსერვატორიაში სწავლობდი საორკესტრო ფაკულტეტზე, კონკრეტულად ფლეიტისტი ვიყავი. 3 კურსზე, როდესაც გადავდიოდი, საფრანგეთში გამიფორმეს ხელშეკრულება 10 კონცერტით, კონტრაქტით წავედი. და იქიდანაც დავბრუნდი, ნუ იმდენი პერიოდი მომიწია უკვე იქ ყოფნის, რომ ესე იგი გამორიცხული დამხვდა ჩემთვის. მამასთან დაერთვა ის, რომ 3 თვე ვიყავი რეალიტი შოუში, ვარსკვლავების აკადემია, იქ ცხოვრობდი და ტრანსფერს ვაკეთებ. პოპულარობამ გადაძლია შენ სწავლა განაცხადი. გარკვეულწილად, აი, ჩემო პარალელურმა პროფესიამ ესტრადის მხრივ გადაძლია კი. ჩვენ გავიგეთ, რომ გინდა რომ ჩააბარო პარიზის კონსერვატორიაში. დიდი ხანი არ არის კონტრტენორის რეგისტრში ვარ, ანუ მამაკაცისთვის ცოტა ესეთი სოპრანოს რეგისტრში, როდესაც ვხერიან ადრე ძოლას. ეს ძალიან ისეთი იშვიათი ხმაა. კი და ხა მქონდა კონცერტი მარტის თვეში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ბატონო კახიძესთან ეს დებიუტი იყო ფაქტიურად ამ სფეროში ჩემი და აქედან მე გადაწყდა უკვე რომ აი ჩემო მეგობარმა მამუკამ გააგზავნა ჩემი ჩანაწერები საზღვარგარეთ რომელსაც არაჩვეულებრივ მაესტროებთან კლაუდიო დეზდერი ოპერის თქვენს მომღერალი ბრძანა. მამუკა არის ბარიტონი კლასიკური 8 წელია მოღვაწეობს ევროპაში და იმისგან ვიღებ ხოლმე ყოველთვის კონსულტაციას. ცხოვრობ რომში, მე იტალიის საელჩოს კონკურსით წავედი, მოვიგე ეს კონკურსი და დღეს მყავს ჩემი იმპრესარიო, მღერი უფრო საფრანგეთის თეატრებში, სლოვენიის თეატრებში მიმღერია, გერმანიაში რომის ფესტივალებზეც. რამე სხვა შეგვისრულებთ სიმღერე? ან შენი ხმა გაგვაგონე კონტრტენორი? მიშამ შეიძლება გაგვაგონოს. როგორ ჟღერს? ცნობილი არია, რომელსაც ფარინელი ასრულებდა, ლაშა კიოპიანგა, ჰენდელის და არის ეს დაახლოებით ესე ჟღერს. ლაშა კიოპიანგა mio cruda sorte Bravo. Bravo. Lama interesებს, იცი, შეგიძლია ვთქვათ, აი ქალის პარტია, ვთქვათ კარმენი შეასრულა. ამაზე იყო ყველაზე დიდი ხუმრობა, რომ პირველი როლი რომელიც შეასრულა მე ახმოვაჩინე ეს იყო კარმენის ძია. ეხლა რომ წაიმღერე, უცებ აი როგორ უხდი. და ამას და მამუკა მეუბნება მოიცადეო შენ რომ დაძე ხმა აქვს ხო? დაძდა პირველად როგორ მოხდა, ანუ რომ აღმოვაჩინეთ ეს ყველაფერი და მამუკა დაჯდა როიალთან და ერთი წამი შენ გაიმღერეო და დავიწყე ამის სიმღერა. ეს სრულიად შემთხვევით და მიშა ჩვენ მე მგონი სხვა შემთხვევით არ არსებობს. ესე უნდა მომხდარიყო. ესე უნდა მომხდარიყო და უცებ მიშასგან მივიღეთ რაღაც სხვა მასალა ღმერთის საჯუქარი. კიდევ უფრო გასწავლილი პრეზია სხვათა შორის. სადაც ამ კუთხით ჯერ საზოგადოება კიდევ არ მიცნობს ბაროკოს მუსიკა, რომელიც მე-16-მე-17 საუკუნეებში ვითარდებოდა, საკმაოდ ურთულესი მუსიკა და ჯერ არის ქვეყნები, მაგალითად მოსკოვში წელიწადნახევრის წინ ჩამოყალიბდა ბაროკოს ორკესტრი. არსებობს ქვეყნები, სადაც ასკი შესრულებულა ეს მუსიკა, საკმაოდ ისეთი იშვიათია და საქართველოშიც ჯერ ისეთ ინტენსივობით არ სრულდება ამ სახის. ჩვენთან ამას ბატონი ვატო კახეთი აკეთებს. კი, ერთ-ერთი ბატონი მაესტრო იყო ვატო, რომელმაც კონტრტენორის ხაზით გამოავლინა მის კონცერტებში. ვიცი რა მაინტერესებს? ესეთი მომავალი გაქვს წინ და ნუ იმედია რა თქმა უნდა, რადგან ამ ესე ვთქვათ შესაძლებლობების აღმოჩენაში მეგობარმა შეგიწყო ხელი, ალბათ შემდგომშიც გაუწევთ დახმარებას. ცოლი დადგინდა მითხრა.
იმაზეც ვფიქრობ, რომ ჯერ მაგალითად დასაოჯახებლად ფსიქოლოგიურად შეიძლება მზად არ ვარ და იმაზეც ვფიქრობ, რომ უკვე საჭიროა ოჯახი რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ეხლა რო ვხედავ ჩემ ტოლებს, მაგალითად რომ მყავთ მეუღლე, შვილი და რაღაც ლამაზი გარემო, უკვე ჩემში გაიღვიძა ამ გრძნობამ, რომ უნდა მყავდეს ოჯახი. ძალიან ეჭვიანი ყოფილხარ. ეჭვზე არა იმათო, ნუ ქალის პოზიცია ხო მარტო ყოფნა, მე მგონი არც ერთ არა, არც უნდა დატოვოთ, ალბათ აიყვანო. უბრალოდ მე სხვა რამე მინდა გითხრა, ჩვენ ძალიან არასტაბილური ცხოვრება გვაქვს საერთოდ ხელოვან ადამიანებს, ამიტომ ცოტა რთული არის ალბათ იპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც შენს ესე ვთქვათ ფეხის ხმას აყვება. ან ხალი გოგო, რომელიც მის ჩრდილქვეშ ძალიან ბედნიერი იქნება. ხო, საერთოდ აი პროგნოზირება ამ საკითხში არ მიყვარს ხოლმე წინასწარ რა მინდა. როდესაც ქალბატონთან მაქვს ურთიერთობა. მიშას ძალიან სერიოზული მომავალი აქვს, მინდა გითხრათ. მის ჰოროსკოპში ერთ-ერთი ძალიან იშვიათი კონფიგურაციაა. ეს არის 6 ქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც ძალიან მართლა იშვიათად ხდება. ეს არის ძალიან დიდი წარმატების მომტანი მართლაც რეალურად. ოღონდაც ამ შემთხვევაში არ გვაძლევს ოქროშუალედის დაცვის საშუალებას. ან ავყავართ ძალიან ზემოთ, ან ყველაზე ქვემოთ ვდგავართ. სხვათა შორის ესეთი ადამიანები გარკვეული მისიით იბადებიან. ახალი სიტყვა უნდა თქვან იმ პროფესიაში, სადაც მოღვაწეობენ. არის დღე, როდესაც ვიღვიძებ და საერთოდ არაფრის ენერგია არ მაქვს. არის დღე მაგალითად, ზუსტად 3 კვირის წინ დადგა ის ეტაპი, რომ შევიძინე ძალიან დიდი ტილო და დავხატე ექსპოზიცია. რომ დაავტვირთე ესეთ სოციალურ ქსელზე. ხატრები ისეთ კომენტარებს უკეთებენ, ჩემ თავზე გამოდის ლაპარაკი, მაგრამ ანუ რაღაც გაოცება გამოიწვია. მიშას აქ ერთი, ასე ვთქვათ, ნეგატიური თვისება, როგორც აშენებს, ისევე შეუძლია საკუთარი ხელით დაანგრიოს. მიშას აუცილებლად ჭირდება დასაყრდენი პირველ რიგში ადამიანი, რომელიც იქნება მისი ერთგული. გონია რომ უნდა იყოს ბოლომდე გადართული მისი, ესე ვთქვათ, ცხოვრებით. ანუ უნდა შეწიროს ხელი, უნდა შევუწყოს. რა თქმა უნდა იყოს კარგი მეგობარი მისთვის, უნდა აძლევდეს კარგ რჩევებს და იცი როგორ აი რასაც დაუშვათ აი მენეჯერი კარგი გაგებით ვამბობ, რასაც აკეთებს შემოქმედი ადამიანისთვის, ხო, აი ყველაფერს აბსოლუტურად აი ის მისი მეორე ნახევარი ამ შემთხვევაში ცოლი უნდა აკეთებდეს მისთვის. და ფაქტობრივად ის ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ამისთვის. აბსოლუტურად. და ერთი თვისება ეს ძალიან მომეწონა ვიდეოში, რომ რბილი ლუს თუ იწყის გოგო ის არ მომეწონებაო და რბილი ლუ უფრო არ მოგწონს თუ მაგარი ლუც არ არის მე მგონი. აი მაგალითად საქართველო ხო არის და ლარი და არის კიდე სიყვარული. ვარული რომელი უფრო არ ორივე თავის უკიდურესობა აქვს, ხო? ლარი ჯობია თუ სიყვარული? მე მგონი სიყვარული თუ მაინდა არჩევანზე იქნება გაკეთება, სიყვარულის ავირჩევი. სიყვარული ჯობია. ძალიან გიყვარს სისუფთავე და კონფლიქტი. მიშას აქ თავისი გაგება ამ სისუფთავის. ძალიან ბევრ დიდ ყურადღებას აქცევენ დეტალებს. ძალიან ისეთი მიდრეკილებია. თან ამის გარდა ძალიან უყვარს თავისი თავი. საკმაოდ კრიტიკული ვარ ჩემი თავის მხრივ. გასაგებენაზე რო ვთქვა, რაშიც მე დარწმუნებული ვარ ხოლმე, ამაზე შემიძლია რომ მყარად ვიდგე და გავაკეთო ეს საქმე. რაშიც არა ვარ დარწმუნებული, თავს ვარიდებ იმ სიტუაციას აუცილებლად. სახლში ცხოვრობ დედასთან და ბებიასთან ერთად. შეხო არა ხარ? დედიკოს ბიჭი. დედა ჩემი იცით როგორი ადამიანია? თუ მე უკვე საბოლოო განაწყვეტილებას მივიღებ, მე ზუსტად ვიცი რომ დედა ჩემი ამაზე წამომსვლელია. იმიტომ რომ საკმაოდ ჯიუტია ამ შემთხვევაში და აზრი არა აქვს რომ ვეკამათოთ. ისე დედა ჩემსაც არ აკეთებს სიჯიუტე. შენ გავლდება სამე პაემანი და მომიწიოთ ჩვენი პირველი კანდიდატი, ეს გახლავთ საკრებულოს წამყვანი სპეციალისტი სალომე ჩადუნელი. სალომე ჩადუნელი. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. ვისთან ერთად მოგზანდით? ეს ჩემი მეგობარი ეკა კოკოლაძეა. ძალიან სასიამოვნო, მოდით ნახოთ სიუჟეტი თქვენ შესახებ. სალომე ჩადუნელი, თბილისის საკრებულოს წამყვანი სპეციალისტი, სპეციალობით იურისტი. ამბობს, რომ ოცნებობს წავიდეს პოლიტიკაში, აღიარებს, რომ არის კარიერისტი. დამთავრებული აქვს სამხატვრო სკოლა, აკეთებს სამკაულებს, პერიოდულად აწყობს ჩვენებებს, აქვს კომერციული შემოთავაზებებიც. ამბობს, რომ ხმარს ოჯახური იდილიას შეუქმნის.
არის კარგი კულინარი. სურს რომ მის შვილებს უდარდელი ბავშვობა ჰქონდეთ. მის ხმარს კი აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი შემოსავალი. მოსწონს ყურადღებიანი და განათლებული მამაკაცები. უნდა ჰყავდეს პოპულარული ხმარი. მიშა სულუხიას დედას Facebook-ი დაუმეგობრდა. სურს რომ გახდეს მიშას შეყვარებული. რა თქმა უნდა მეტი ინფორმაცია გაქვს თქვენ მიშაზე, იმიტომ რომ კონტაქტებით მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს, დედას. კარგი გზაც აურჩევია. სწორად. ესე დიპლომატიური ურთიერთობები. კი, თან მით უმეტეს როცა ვიცი რომ მიშა არის თეთის ერთა, შესაბამისად საკმაოდ ჩემგან კარგი ნაბიჯი იყო. პოლიტიკოსის რაღაცა ეს თქვენ მოიფიქრეთ რომ თუ გიგარნახა ვინმე დიპლომატი. ჭკვიანი ქალები მომწონს, მაგრამ მოსყიდვას არა მოსყიდვა. არა მე ცი რა არის ქრთამი და ეგეთი რაღაცები არ მიყვარს ამიტომ დიპლომატი კი დიპლომატი უბრალოდ სალომე ძალიან ლამაზად გამოიყურები არ შემიძლია არ აღნიშნო და თვალები გაქვს ისეთი ფერის რომელიც ძალიან მომწონს დედა ჩემს აქ ესეთი ფერი და მე არ გამომყვა და მინდა რომ ჩემ შვილს ქონდეს მადლობა არა უბრალოდ აღნიშნე გულწრფელი ხო უნდა ვიყო ადამიანის ხო და აღნიშნე ესეთი დეტალები რომელიც არა, უბრალოდ ჩვენ კიდევ ორი კანდიდატი გველოდება. გადაწყვეტილება თუ მიიღე. არა. უფრო კონკრეტულად რო გითხათ, რითი ხართ დაკავებული? დღესდღეობით მე მუშაობ ქალთმის საკრებულოში. ვარ წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. დიახ. მუშაობ ეს არის საკრებულოს აპარატის უფროსის სამდივნო, რომელიც როგორც შეიძლება ითქვას, ეს არის საკრებულოს ხერხემალი, რომელიც ამოძრავებს საკრებულოს. რა ვიცი, მინდა ძალიან პოლიტიკაში წასვლა. რატო? აცა ესეთი ეს არის, რომ უკვე წლებია უკვე შეხება მაქვს პოლიტიკას. და საკრებულოში არ არიან ესეთი კარგი ბიჭები, რომ იქ ეძებოთ თქვენი მეორე ნახევარი? გონი არა. ეს რაღაცას ვიტყვი. ნამდვილად არ მჭირდება ახლა ჩემს გვერდს ესეთი ადამიანი იყოს, რომ ჩემთან რაღაც სერიოზული მოვიდეს სამსახურიდან რაღაცა დაღლილი ორივე, თამით უმეტეს მე პროფესიით ვარ იურისტი. და პოლიტიკაში გინდა წასვლა? ხო, და მე დაღლილი რომ მოვალ სახში მინდა რაღაცა ცოტა ისეთი იდილია მქონდეს, რომ ისო პოლიტიკაზე და რაღაც ისეთ საკითხებზე არ ვისაუბრ. მიშა ყოფილა დავითის ვარსკვლავზე დაბადებული და ძალიან დიდი კარიერა ელის წინ და შენ დათმობ თქვა შენ კარიერას მიშას გამო. თუ ძალიან დიდი სიყვარული იქნება, რატომაც არ უნდა დათმო ადამიანს, გვერდში ამოუდგე და ნუ ჭდილიც შეიძლება არ გახდე. ამ დროს ორივემ შეიძლება რაღაცნაირად მიაღწიოთ. ორივემ ერთად მივაღწიოთ წარმატებებს და ერთად ორივე სხვადასხვა პოზიცია. პროდიუსერი შეიძლება გახდე. ფოტოშორი ძალიან კარგი მენეჯერი. მე ვფიქრობ შანსი გამოჩნდა საკრებულოდან თანხების გადმორიცხვის. იმისთვის რომ წავიდე საფრანგეთში უკვე დღესდღეობით ახლა 21 საუკუნე ყველაფერი გარიგების შედეგია. ჩვენ უკვე დიდი შანსი არა, თან იცი როგორ რაღაცა, მიშა იურისტია. პოლიტიკაშიც უნდა ეთყობა რომ ძალიან აქტიურია და ფიქრობ რომ სწორედ ესეთი მენეჯერი სჭირდება ან ფინანსებს იურიდიულად გადმორიცხავს იქნება კანონიერად. შენ და დაფიქრდე. სხვადასხვა ნამდვილად არ არის ასე ვთქვათ ურიგო სალომესთან რომ დავუშვათ მოხდეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ჯერ ერთი სალომე არის ორმაგი კირჩხიბი. კირჩხიბი არის ძალიან ასე ვთქვათ ოჯახის მოყვარული ნიშანი, უყვარს ბავშვები, უყვარს თავისი სახლი, არის ძალიან კომფორტის მოყვარული, კი ბატონო, ემოციურიც არის. ძალიან კარგი ინტუიცია აქვს, ძალიან აფასებს თავის მეორე ნახევარს და პარტნიორს. ასე რომ როგორც ხალი კირჩხიბი ძალიან კარგი დედა იქნება და მართლა ძალიან კარგი მეუღლე იქნება. რაც შეეხება დაუშვათ მის პროფესიას, კირჩხიბები შემოქმედებითი ნატურებიც არიან, ასე რომ მარტო საკრებულოზე და პოლიტიკაზე ნუ გავაკეთებთ ამ შემთხვევაში აქცენტს, იმიტომ რომ გარდა ამისა, სალომეს აქვს ძალიან ბევრი სხვა გასახანით, რომელიც შეიძლება ცხოვრებაში გამოიყენოს და იყოს სუსტად ვიყენებ კიდეც მხატავ, მღერი, სამკაულებს ვაკეთებ. ასე შემდეგ. შენი სამკაულები ხო არ გაქვს?
თან არ მაქვს, მაგრამ როდესაც უახლოეს მომავალში ვაპირებ ჩვენებას და აუცილებლად დაგპატიჟებ. რა სიტყვის თქვენი მეგობარი? არის საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო ადამიანი და მასთან როდესაც გაქვს ურთიერთობა, დადებითი თვისებებით ისე იმუხტები, რომ მთელი დღე ხარ არაჩვეულებრივ განწყობაზე. საუკეთესო მეგობარი. მე რა მაინტერესებს, იცით, ანუ სანამ ეს გადაცემა საერთოდ დაიწყებოდა, ტელეეთერში გავიდოდა, იქამდე გქონდათ მის დედასთან ურთიერთობა? როგორ დაუმეგობრდით? არა. ეს ვარსკვლავის აკადემია როცა იყო, როცა გადიოდა, აქ ძალიან ესეთი გულშემატკივრობდი მე მიშას. ესე იგი, საკმაოდ დიდი ხანია. წლების მანძილზე. და ჩვენმა გადაცემამ რა ქნა, რომ აი დღეს ეხლა მოგეცოთ შანსი იმის, რომ პირისპირ შეხვდეთ ამ ადამიანს. კიდევ ერთხელ მის ცხოვრებას სულ თვალს ვადევნებ. მე ხილხად ამით უმეტეს კონტრტენორია. თან აღსანიშნავია ის, რომ არაკასტრირებული კონტრტენორია. დეტალები. ეს დეტალიც ხო ნამდვილად გასათვალისწინებელია. თავარი ეს არის. შენ სხვა მღერე, თქვი წეღა რომ მღერია და. კი მღერი, მაგრამ ნუ ეხლა ყოველ შემთხვევაში არა ხმა გაქვს. შეკრებ გეცადე. საოპერო მაქვს, მაგრამ ეხლა რაღაცა არ მოვსად. სოპრანო ვარ. არც არის მე ხოთ როცა იქნება და ღვთისნება, მიშასთან ერთად ვიმღერებ მე სახლში. განდათ მხიარული სტუმარი ყავს. ძალიან კარგი იყო ესე კი, მან მიშასთან მოაგვარა საქმე, ხა მიშას დედაც დაახადა. გაგამ სიურპრიზად რა მოგვიმზადეთ? მე მიშას გავამზადე ნაცხვარი, რომელიც დასამთავრებელია და მე ხლა აქ დავამთავრებ ჩემს. ჯადო არ ჩაუდოთ რა. არა, ჯადო არა. წისაფარიც მიშა ეს რაღაცას გეტყვი, ეს მეგობარი. წისაფარიც მომზადებული რა. არ მოგაყვანი. არა ეს უი. აჰა, ვა. ხა უნდა მოვთო მიშას. მე ვფიქრობ, რომ ჯობს რომ მეეხმარო. გემრიელი თუა მთავარი ეს არის. რავაკეთე ერთი და მე მეორე იგივე ზუსტად რეცეპტი და ამიტომ ნამდვილად ვიცი რომ გემრიელია. ხოჩა, აი ესეთი მომზადებული უნდა მოვიდეს. ხელი რიგი მომზადებული. ბრავო. ტაში. ეს ამით არ დამთავრებულა. მიშა, ეს ცხარი შენ ხო უნდა გასინჯო ჩემთვის. ოჩა, ოჩა. საკმაოდ. ბრავო, ბრავო. ძალიან სერიოზულად მომზადებული მოვიდა სალო. გავჭრათ ერთად? ხო. ოჩა სალო. აქტოვანებული ვარ შენ. ნამდვილი ხალი. ამას ხია დიპლომატი. დედადან დაიწყო, მოვიდა ფერვერკები. ვილეული ყველას უყვარს. გაოცებული ვარ ესე იგი, ნუ. დიდი მადლობა. არაჩვეულებრივია, სურპრიზი არაჩვეულებრივია. გოგონაც ძალიან კარგია. იმედია ჩვენს დავაგემოვნებთ. ხმას ვერ იღებ, არა იმდენად მოგეწონა. დამწვარი ძალიან გემრიელია. სალომე, დიდი მადლობა. დავზადეთ და გიწება მიშა წინსაფარე. უიესენ. მოიხსენი, სხვა გოგო შემოდის. სხვა შემოდის და უხერხულია. არა და ის გოგო შემოდა ეგრევე გაბრუნდება. ეგრევე. ამას შევინახავ მაინც ყოველი შემთხვევაში რა დროში გამოგადგება. რა დროს დამჭირდება კაცნაერი. რას ეტყვი ჩემო ძვირფასო? სალომე, საკმაოდ მომწონს მისი აზროვნება.
გაცნობის თუნდაც ეს მიდგომა როგორ შეიძლება გააცნოს ხო? ხრიკები ხო, მე მართალი ეს ყველაფერი მივხვდი, მაგრამ მაინც ასიამოვნოა, როდესაც გრძნობ, რომ გოგონა ხო, ამას შენს ვაკეთებენ რაღაც წინასწარი მომზადება და რაღაცა სასიამოვნოა. რამდენი უფიქრია, უშრომია. კი, აშკარად ტაში იმსახურებს. საოცარი ფერის თვალები ქონდა. ბრავო, სალომე. შენი თავების ფერები თუ მოგწონს. მოგწონს შენი? ძალიან. ჩვენ ჩაცმულობაზე იზრონა მოდების ახმათი კოდანინო და ნამდვილად გამორჩეული ტანსაცმელია, ტანისამოსია, თავის ფერებით და ყველაფრით აბსოლუტურად. ძალიან დიდი მადლობა. და სწორედ თქვენ ძალიან გიხდებათ. უმეტესი მადლობა. მიშას მეორე პაიმანი ელოდება, მაგრამ სანამ მოვიწოთ მეორე სტომარს, რეკლამა იმედის აქვს. ჩვენ დავბრუნდით ეთერში და ეხლა კი ჩვენი მეორე სტუმარი, კანდიდატი შორენა წკიტიშვილი. გამარჯობა. შორენა წკიტიშვილის ესე უნდა გაცნობა. ჩემთვისაც. საღამოშიდობის. გაგვაცანი თქვენი მეგობარი. ჩემი მეგობარი ნინო ცუხიშვილი. ძალიან სასიამოვნო. მოდით ნახოთ სიუჟეტი თქვენი შესახებ და მერე გავაგრძელოთ საუბარი. შორენა წკიტიშვილი, მომავალი ფინანსისტი. ილიას უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. აქვს ოჯახური ბიზნესიც, სასურსათო მაღაზია. მომავალში კი საკუთარი ბიზნესის აწყობას გეგმავს. ბიზნესის მართვა შეუძლია, მაგრამ არ უნდა ჰყავდეს სამართავი ქმარი. ამბობს, რომ ქმარს კისერზე არ დაისვამს. გათხოვილი არ ყოფილა, შეყვარებული იყო მხოლოდ ერთხელ, ისიც სამხრივად. არის დამოუკიდებელი ადამიანი. მხოლოდ დედობის სურვილი გათხოვებას ვერ გადააწყვეტინებს. არ მოსწონს ასაკით უფროსი მამაკაცები. იცის სიმღერა და ცეკვა. ამბობს, რომ ქმარს სიყვარულს სიმღერით აუწევს. ხელოვანი ადამიანების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ამოძრავებს. სურს, რომ ჰყავდეს მუსიკოსი ქმარი. აპირებს 5 შვილის გაჩენას და საკუთარი შვილებით ვოკალური გუნდის შექმნას. უყვარს მოგზაურობა, ოცნებობს გაფრინდეს კოსმოსში. საკუთარი შვილებით ვოკალური გუნდის შექმნა ძალიან საინტერესოა. კი, ნამდვილად. მიშა ხო არ გეშინია კოსმოსში გაფრენს? არა, ერთ-ერთი ჩემი მიზანი ესეც არის. მართლა? კოსმოსში გაფრენა. რატომაც არა გავფრინდებოდი. ნახავდით, ზევიდან დავხედავდი დედამიწას. ძალიან ლამაზი არის, როგორც უყურებ ხოლმე ინტერნეტით ფოტოებს და იქიდან გამომდინარე. ძალიან ლამაზია. მე მგონი ყველას სურვილია ეს რაღაც გარკვეულწილად ზემოდან გადმოხდეთ. ნახე შორენასაც რა ლამაზი ფერის თვალებია. მაშკარად. და შორენას რო კირჩხებია. დიახ. დღესდღეობით ორი კირჩხიბი ვართ აქ. მუსიკალური თქვენ თვითონ მუსიკასთან ძალიან დიდი შეხება მაქვს. კი, დავამთავრე მუსიკალური 10 წლები. რომელი? ხელოვნების კოლეჯი არის დიდიღომში. და პარალელურად ვკრავდი ხალხური საკრავების ანსამბლი ხორუმი. თესეუში იყო ეს მოღვაწეობდა გარკვეული პერიოდი და უკრავდით ხალხურ საკრავებს. შეგიძლია სიყვარული აუხსნა მიშას სიმღერით? სიყვარულს უხსნი ჩემ ოჯახის წევრებს ყოველ დღე სიმღერით, დიახ. ძალიან მიყვარს ფორტეპიანო, ასევე ხალხური საკრავები და ნუ იმ მომენტში რა ინსტრუმენტიც მაქვს, ამ ინსტრუმენტზე ვცდილობ რომ დაუკრა და შევასრულო, რა თქმა უნდა, როგორც შემიძლია. და რა სიმღერას შეუსრულებ, აი როგორ ხალხურს, საესტრადოს, საოპეროს. საოპეროს სამწუხაროდ ნაკლებად არ მაქვს ოპერასთან შეხება, თუმცა ძალიან მომწონს. უფრო რომანსები ალბათ. თითქოს მოინტერესებს ჩვენ წავიკითხეთ ინფორმაცია, რომ თქვენ საკმაოდ გარკვეული რაღაცა პერიოდის განმავლობაში ქონდათ სატელეფონო რომანი და იქაც უმღეროდით ტელეფონში. არა. იმ ეტაპზე არ შემოვიფარგლებოდი, მხოლოდ ვცდილობდი რომ ეს ადამიანი გამეცნო უბრალოდ და არ ვიცნობდი განმავლობაში. და ერთი წლის განმავლობაში რატომ არ გაგიჩნდათ იმის სურვილი ან თქვენ ან იმას რომ შეხვედროდით?
მე მქონდა სურვილი, მაგრამ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მქონდა ეს სურვილი. ცოტა თავისებურ დამოკიდებულება მაქვს მამაკაცების მიმართ. იმ წუთასვე არ ვცდილობ, რომ გადავდგა ნაბიჯი და ვცდილობ, რომ ეს ადამიანი გავიგო. თუ არ არის საინტერესო, მიჭერს ნაბიჯის გადადგმა, თუნდაც გასაცნობა, თუნდაც შესახვედრად. ხო, მაგრამ აი ეს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ადამიანს როცა ვერ ხედავ მის გარეგნობას, ვერ ხედავ მის თვალებს, მის ემოციას, ძალიან რთულია ეს ადამიანთან ურთიერთობა, როცა ვერ ხედავ მასთან, მით უმეტეს როცა არ იცნობ და არ გინახავს არასდროს. აი ერთი წლის განმავლობაში როგორ და საერთოდ შევძელით ეს ადამიანი. სოციალურ ქსელში. მან მიპოვა უბრალოდ მე არ მიპოვა. იმან გიპოვათ. დიახ. და რო შეხვდით? რა მოხდა მე? აბსოლუტურად სულ სხვა ადამიანი დამხვდა და თავისთავად სულიზია ყველაფერი გაქრა. ვერ ამოიცნობ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ხმის ტემბრით. ალბათ შენ მოიხიბლე მისი მეტყველებით, მისი აზროვნებით. როგორ ფიქრობთ, ანუ შეიძლება ჩემი მუსიკალური დაუშვათ შემოქმედებით ხوار შემოიფარგლება ჩემი პიროვნება. შეიძლება რომ მეც ისეთი ადამიანი აღმოჩნდე თქვენთვის რომ უინტერესო ვიყო, ხო? ზოგადად ვთვლი რომ რადგანაც ადამიანი არის მუსიკოსი და რადგანაც ადამიანი არის ხელოვანი, ნაკლებად შეიძლება იქ იყოს იმისი ალბათობა რომ ეს ადამიანი იქნება უინტერესო. სალომე უფრო გახსნილი იყო და ეს ცოტა ისეთია, ძალიან ისე უყურებს ცხოვრებას, ძალიან სერიოზულია რა. ის საკმაოდ საინტერესო ტიპაჟია ეს გოგონა, იმიტომ რომ როგორც ანუ ჩემი დასკვნიდან გამომაქვს მიამიტი შეიძლება იყოს ესეთ პერსონაჟი? არა, გულწრფელია. გულწრფელი, ხო? არა, მიამიტობა, ანუ უარყოფითად კი არ ვიძახი, ანუ ენდობა ადამიანს რისკიანია, მზად არის გაიცნოს და მზად არის არა. რისკიანი ნამდვილად არ არის. არ არის? ნაკლებად რისკავდა ამიტომ ადამიანი. დიახ, ნაკლებად უბრალოდ ენდობა ადამიანებს და გარკვეულწილად თვითონ შორინაც კირჩხიბია. და აქ არის კონკრეტული ასეთი კონფიგურაციები, სადაც აი ესეთი გოგონები როგორიც არის შორენა, იბადებიან კონკრეტულად ოჯახისთვის, ბევრი ბავშვებისთვის, ანუ რაღაც ესეთი არა იმიტომ რომ დაუშვათ არ შეუძლიათ რაღაცა სხვა რამის გაკეთება. არამედ ეს არის მათთვის ყველაზე დიდი კომფორტი. ზოგადად ქართულ მამაკაცზე რას ფიქრობთ, რა აზრის ხართ? დღესდღეობით უკვე დაიხვეწა მიდგომა ზოგადად ცხოვრებისეულ პრინციპებთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი რომ აბსოლუტურად ყველა მამაკაცი ისე აზიატური მიდგომებით არის, როგორც ადრე იყო. პირიქით მივესალმები, ამას ძალიან მოწონს. მაგრამ მაინც რაღაცა ჩარჩოები და კლიშეები ისევ არის დარჩენილი. რა სიტყვის თქვენი მეგობარი, აი დავუშვათ მიშასთან მიმართებაში. ურჩიე რომ დაფიქრდეს, გადაწყვეტილებების მიღება ძალიან უჭირს. როგორც კი რაღაც გადაწყვეტილებამდე მიდის, მთავარი გადაწყვეტილების მიღებამდე, რატომაც უკან იხევს ყოველთვის და რატომაც არა. სიყვარულის გამო ძალიან ბევრ რამეზე დახუჭავს თავს, არა? მე ძალიან ვაფასებ ადამიანს, რომელსაც ფოლკლორი უყვარს, იმიტომ რომ ნაციონალური ელემენტები, როგორც ჩანს ამ ადამიანში, უფრო ჭარბად არის. ქართველი ქალის იმიჯი მოწონს მას. მე ერთი კითხვა მაქვს. შვილებისგან უნდა გააკეთოს გუნდი, ეს კაპელა იქნებოდა თუ ყველაფერი იქნებოდა, უფრო რა თქმა უნდა. შეიძლება ვიყო ხელმძღვანელი. ალბათ რაოდენობას გააკეთოს. დიახ, მრავალფონია პირი. ესე იგი, წარმოიდგინე 5 შვილი, მიშა და მიშა დირიჟორი. ოჯახში მღერით, მაგრამ რადგანაც სულ ვართ 3 გოგო, გვაქვს ხოლმე ხმებთან დაკავშირებით პრობლემები. ანუ კვინტეტი გიდათ. დიახ, სულ მინდოდა რომ არა, კარგი, ძალიან საინტერესო ოჯახური გუნდები. შეგიძლიათ მიშას აუხსნათ სიყვარული ახლა სიმღერით? სიმღერით, აი ზუსტად ასეთი ნომერი მაქვს მოტანილი სატრფიალო. მინდა რომ დავიხმარო ჩემთან ჩემს სიმღერაში ჩემი მეგობრები ილიას უნივერსიტეტიდან გუნდი ხალხური სიმღერის გუნდიდან სოლისტები ნინო გოგილაშვილი და ცირა ბუქიძე. და შევისწავლეთ ყველაფერს. Roța ce mă tană, hară ce mi-mi goni, hară dau haro.
ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი გოგონა იყო. კი, ნამდვილად. ოჯახისთვის დაბადებული გოგონა იყო ნამდვილად. ანუ წინა გოგონასთან განსხვავებით ეს ქალბატონი ესეთი ტრადიციული ქალბატონის მომწონს ხო ტრადიციული გოგონა. იცით გარკვეულწილად სასიამოვნოა რა თქმა უნდა მომწონს კი როგორ არა. ანუ ტრადიციული. კი რა თქმა უნდა. აზროვნებით კი მომწონს და განსაკუთრებით მომეწონა ის რომ აი მიმდობი ადამიანი არის. მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე რომ ადამიანს რომელსაც ამოიჩევს ის და მასთან ერთად იქნება ენდობა ბოლომდე. ძალიან კარგი მეუღლე იქნება. ძალიან კარგი და ეხლა დადგა დრო რომ სტუდიაში მოვიწიოთ მესამე კანდიდატი, ეს გახლავთ თამუნა ბედიანაშვილი და მინდა მას ვთხოვო სტუდიაში. გამარჯობათ, მე ვარ თამუნა ბედიანაშვილი, ჩემი მეგობარი ბრაიან იდო. ძალიან სასიამოვნო. სამორის მერე წამოვიდეთ მოდაში ესეთი ბიჭები. ესეთი გარეგნობის ბიჭები. მოდი ვნახოთ სიუჟეტი. თამუნა ბედიანაშვილი თანამედროვე ცეკვების სპეციალისტი, ანსამბლ ვირილას წამყვანი ქორეოგრაფი. სწავლობდა რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში ლახტი. დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალური სასწავლებელი. კლასიკური ვოკალის განხრით. არის მეცო-სოპრანო. სიყვარულში აქამდე არ უმართლებდა. შეყვარებულებს უფროსი ქალები ართმევდნენ. მოსწონს ბიჭები, რომლებიც სერიალის გმირებივით გამოიყურებიან. აქვთ მეილირება და უკეთიათ საყურე. არ მოსწონს ტრადიციული აზროვნების, რესტორნის და კეიფის მოყვარე, ღიპიანი და მელოდი მამაკაცები. ამბობს, რომ ღარიბს არ გახვება. ოცნებები არ აქვს, არ არის მიზანმიმართული. ამბობს, რომ დინებას მიხვდება ცხოვრებაში. არის რომანტიკული და ემოციური. უნდა ჰყავდეს პოპულარული ქმარი. კარგი სურვილები გაქვს ნამდვილად. სურვილები კარგი. რატომ გინდათ რომ მყავდეთ პოპულარული ქმარი? კარგია, ცნობადი სახე რო არის შენი მეუღლე. მე რო განაცხადი გავაკეთე, ზოგადად ცნობადი სახეებზე არ მაქვს, მაინდამით ცნობადი სახე უნდა ყავდეს მეუღლე. მე მქონდა მიშაზე, აი და ხო, მაგრამ მიშა უკვე ცნობადი სახეა. არა პროექტში მიუღია მონაწილეობა და თან მეტომეტეს საკმაოდ სერიოზული კარიერისთვის ემზადება ის. და 4000 მეგობარი ყავს Facebook-ში. შენი ქმარი რომ მოსწონს 4000 ადამიანს ეგ თუ აკარგი? არ ვიცი, ალბათ არ ვარ ეჭვიანი და ნაკლებად ვიაჭვენებდი ასეთ რაღაცაზე. კი, ეს ვიცი და ძალიან კარგია რომ მიშას გაჩემს გარდა კიდევ ბევრი თაყვანისმცემელი ყავს. ეს კი არ მაღიზიანებს. აქ იყო საუბარი ჩემს შეყვარებაზე, მიშა ხო ჩემი შეყვარებული არ არის. ჯერჯერობით. მე ძალიან ბევრი ისეთი შეყვარებულია რომ არაფერს არ წარმოადგენდნენ და ერთი ბიჭი იყო ჩვეულებრივად მუშაობდა, მაგრამ მე ვაპირებდი რომ მისი ცოლი გამხდარიყო, უბრალოდ რაღაცა არეულობა მოხდა ჩვენ ურთიერთობაში და აღარ მოხდა ჩვენი და შენ ვოკალისტი ხარ, ხო? აპირებს ქალბატონიკა, მე ვარ მეცო-სოპრანო. უბრალოდ რაღაცა აი მინდოდა უფრო საესტრადო სიმღერებითად გეცადათ მიშა. ხო, მიშა. მეცო-სოპრანო და შენი ხმა თითქოს რაღაცა ერთმანეთს გავს. მეცო ცოტა ჩემზე ქვემოთ არის. კიდე ქვემოთ, ხო? ძნელი წარმოქმნა. კარმენის როლი შეჭამთ ერთმანეთს შესრულებას. კარმენის როლზე ვერ გაიყოფენ ესენი. მაინც მე ვთვლი რომ მამაკაც დავუთმობ ახლა. პირიქით მამაკაცმა კარმენი უნდა დააყენოს. არა, ეს დაჭმასთან დაკავშირებით ვიგულისხმე რა, არ საინტერესო, ანუ როგორც აღმოჩნდა, თამუნას ყველაზე მეტი შეხება აქვს მუსიკასთან, რომელი გოგონებიც აქ წარსკნენ, ხო? ანუ პროფესიული კუთხით უდგები. კი, დამთავრებული მაქვს
კლასიკური ვოკალი. მშვენიერი აღნაგობაც გაგვცა. მადლობა. თქვენც ასევე თანამედროვე რაღაც სერიალის გმირს გავს. არ აქვს ქართველი მამაკაცები. სერიალის გმირს გავს. აზიატი. კი. მე მინდა ოჯახის რო შევქმნი ჩემი მეუღლემ და იყოს პირიქში ჩემი მეგობარი. არ მიყვარს სტანდარტები, რომ აი მაგალითად ქალო დღეს საჭმელი რატო არ გააკეთე? თუ ცუდად ვიქნები, მან უნდა დამეხმაროს და არ იქნება ბრაიანის ეს როგორ უცხოა ეს ხოლმე. არა ბრაიან ჩემი აზრები მოსმენილი აქვს. ბრაიანი სხვათა შორის ძალიან კარგი მეუღლე. არა, ქალო საჭმელად არ გააკეთე ბრაიანი. შემცის ქალი არ უნდა იყოს აუცილებლად უნდა გააკეთე ეს ერთმანეთს უნდა იყოს ბალანსი უნდა იყოს. ხო, ბალანსი უნდა ეხმარდეს. ცოლი ყავთ ბრაიან? დიახ. ქართველი. ქართველი კი. ой, რა სოფია. ქალწონილა მეგრელი. ხომს თუ გაჭმევთ, ხომ? ელარს შორე იქ ვიყავი სამეგრელოში და მართლა? ვიცის მეგრული ცოტა ბრაიანმა. მარგალური გიჩქონა? ხო, მიჩქო. ჭიჭე გიჩქო, ბრელი გიჩქო. ჭიჭე მიჩქო. გადეს გასული, ოჩა, ეს იგი სამორი გურული. ბრაიან მეგრელი. ბრაიან მღერით ხო? არა ჩვეულებრივად ცეკვავს თან. ხო, მეგულის მინდა რაღაც შეგიძლია. შეგიძლია მეაცველე? მეგრული და არტიკოჩი ხუმო. არტიკოჩი. ეგა სიტყვები არ ვიცი. შენ დაიწყე. Osul maramur osurina na gualo gagetensia hona. Rame ashер meri. Ashuchela. Ishomuska. Hona nasgani soda. ფათაშერის ქალბატონელა ყველა ჩემი თაყვანისმცემელი და მე ვინც გულში მყოლია ყველა მეგრელი ყოფილი რაღაც მეგრელებისკენ მივივტი და რა ასტროლოგს ვკითხავ ისი ბრალია ასტროლოგიაში მეგრელების სახლი არ არის ინფორმაცია რატო კაცო არ გაქვს ბინა ასტროლოგიაში მაგრამ შეეხება თქვენს ნიშანს თქვენ ხართ თევზები მეგრელი თევზი ხარ თქვენ მეგრელებზე შეყვარებული თევზი ვარ მე მეგრელებზე შეყვარებული თევზი ხარ თქვენ ჩემო კარგო საკმაოდ კარგი ინტუიცია გაქვთ ძალიან ემოციური ადამიანი ხარ მოდი დავიწყოთ აქედან ორად იყოფა შენი სამყარო რეალობასა და შენი სამყარო ანუ რასაც შენ თვითონ ქმნი ხშირად შეიძლება გქონდეს სურვილი რომ ეს რეალობა გადმოიტანოს საკუთარ სამყაროში თუმცა კარგი იქნება თუ კი ზღვარს გაავლებ და ანუ ოქროშუალედის დაცვის საშუალება გექნება რაც შეეხება პარტნიორს სჭირდებათ საკმაოდ ძლიერი პარტნიორი რომელიც სტაბილურობის შეგრძნებას მოგიტანს რა თქმა უნდა ცხოვრებაში გაქვს ესეთი თვისება რაც არის ეჭვიანობა და შენმა მომავალმა პარტნიორმა არ ვიცი მიშა იქნება თუ სხვა უნდა გაითვალისწინოს რომ არ უნდა გაეჭვიანოს ჩემი ეჭვიანობა ქალბატონებელა ყოველთვის აი მართლდება კი აი ინტუიცია მაქვს მე მჭირდება მართლა ძლიერი მამაკაცი მე შეყვარებული ბიჭი მეგობარი ბიჭი იცით რა არის თან მომწონს როცა ადრე ადამიანი ყურადღებიანი დღევანდელი ბიჭები აქეთ ითხოვენ შამპანიურების გაგზავნას და ყვავილებს და მე არ მომწონს ეს უფრო მიმღები ხარ ვიდრე გამცემი უფრო ითხოვ
არა, მართლა არ არის იმას. იცით რა შეასაქმე, რა არის ყველაზე ცუდი ამაში, რომ თუ კი დროულად არ მივხვდი, რომ ურთიერთობამ თავისი ამოწურა და ანუ იქიდან არაფერი კარგი აღარ გამოვა, ხო? ანუ ეს უკვე არის ნერვების ხარჯვა, დროის ხარჯვა, ზედმეტი ემოციები, ამიტომაც უნდა ვისწავლოთ, რომ გაუშვათ ხელიდან. ისეთი რაღაცები, რაც ხელს გუშლის განვითარებაში, იგივე მომავალი პარტნიორული ურთიერთობის დაწყებაში. აი მართალი ბრძანდებით ეს რო არ გამახარებ ხვალდაზე, მე არ შემიძლია ჩამოგეკიდო. ვუშვებ, არ შემიძლია რომ აი მამაკაც მაგალითად ყველაფერს ავიტანო ხოდეთ ჩემ გვერდით იყო. მე უნდა ვიყო ჯერ ბედნიერი. შეხვედრია ესეთი ხო შეიძლება და რაღაცა ძალიან გულგატეხილი ხარ, არ გაგიმართლა. შეიძლება ისეთი არ შემხვდა, როგორც მე მინდა. დავაკვირდეთ, განსაკუთრებულს არაფერს არ იძახის ეს. არა, არაფერს არ იძახის განსაკუთრებულს. იმას იძახის, რაც ბიჭსა და გოგოს შორის უნდა იყოს სწორი, ჯანმრთელი დამოკიდებულება. და ხო უბრალოდ ისა ემოციურია მართლა მასში. ემოციურობას კარგი თვისებაა სხვათა შორის. რა მინდა კითხო. უხდებიან ერთმანეთს? კი, ჩემი აზრით მიშამ გერი წამუნაც ეყვა. ხო და ერთმანეთი უხდება და რა მოგიმზადე სიურპრიზად? მე მოვამზადე ჩემნაირი ემოციური სიმღერა. რა სიმღერა? სვეი. იცი შევეცდები რომ თუ მოვახერხებ აქ. ჩემთან ერთად ანტურაჟს გამიგებ. ხომ არ ვიცეკობ კიდევაც? კი, ვიცეკვებ, ვიმღერებ და ვისთან ერთად იცეკ? მე ვცეკვავ გარდა იმისა რომ ვღერი, ვცეკვავ ჯგუფი არის ესეთი სტეივიზმი, სხვათა შორის ჩემი ხელმძღვანელი ქალბატონო ლელა, თქვენ ყველა წარმატებულ კონცერტზე ცეკვავ და ბესორ თველიაშვილი. Marimba rhythms start to play, dance with me, make me sway. Like a lazy ocean hugs the shore, hold me close, sway me more. Like a flower bending in the breeze, bend with me, sway with it. When we dance together. რთული არჩევანის წინაშე დგას მიშა. მაგრამ მე არ გამოვიცხავ მესამე კანდიდატია ერჩიოს იმიტომ რომ თავრუდა I can hear the sound of violins long before it begins. Make between us only you know how. Sway me smooth, sway me now. Sway me, make me, thrill me. You make me, ease me. You everywhere with me. Like a flower bending keys and please, breathe with me, sway with me, and we dance together, stay with me, sway with me, sway with me. არაჩვეულებრივი ძალიან დიდი მადლობა. გთხოვთ გავბრძანდეთ. დიდი შანსები გაქვს მე მგონი. საინტერესო იყო საკმაოდ ეს ქალბატონიც, იმიტომ რომ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არის მასში რაღაც ეპატაჟური ელემენტები. რომელიც შენც არ გაკლია მე მგონი. ხო, იცით რაღაცა ქარიზმა აქვს. კარგად მოგქინჩა უკან. ხო, აი თუნდაც თმების ყალყზე მაქვს და დამიდგა თავის ადგილს. რა ვქნათ მიშა? როგორ ფიქრობ? საგონებელს.
ჩვენ ვიყაროთ? მოდი გავთიშე ახლა გონება და გული რას კარნახობს ეს არის თავი. მოდი შენ მოიფიქრე იქამდე ჩვენ გავალთ შენად ეს მრავალცოლიანობა მიიღეს. არა, ჩვენთან ჯერ არა, ნახოთ სანამ მრავალცოლიანობას მიიღებენ საქართველოში ჩვენ რეკლამაზე გავდივართ. ჩვენ დავბრუნდით ეთერში და მოდი ახლა ესეთი პატარა შეჯამება გავაკეთეთ რეზუმე სამივე კანდიდატის უფრო შენგან ველოდებით ჩვენ კონკრეტულ პასუხებს. პირველი ჩვენი კანდიდატი იყო სალომე. სალომე ეს არის შემოქმედებას პლუს ოჯახი. ხელშეუწყობს თვითრეალიზაციაში, ამავდროულად შეუქმნის აბსოლუტურად მყარ ბაზას იმისათვის, რომ სტაბილური ოჯახი გქონდეს და ყველანაირ კომფორტს. და ყველანაირ კომფორტს მისცემს. ჩვენი მეორე კანდიდატი შორენა ეს არის ოჯახი სტაბილური ქართული სუფთა ოჯახი, რასაც ქვია, რომელიც აგრეთვე კომფორტს მოგცემს ურთიერთობაში, თუმცა შეიძლება შემოქმედებითად იმდენად ვერ გაიხსნას, როგორც დაუშვათ სალომე. მესამე კანდიდატი ეს იყო თამუნა. თამუნა არის ძალიან შემოქმედებითი, საინტერესო, ლამაზი გოგონა, თუმცა ძალიან ბევრი ემოცია ამაში და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება აი ამ ემოციებმა ცოტა დათრგუნოს ერთმანეთი და გარკვეულწილად რაღაც კონფლიქტები გამოიწვიოს ურთიერთობაში. მოდი ახლა ტადი შენ გააკეთე, გაქვს მოფიქრებისთვის დრო, შენი არჩევანი. გელოდებით, აბა ნახოთ ერთთან ერთად დაბრუნდები ეთერში. ჩვენი წინა გადაცემის გმირები სალომე და შალვა იყვნენ სასტუმრო კომპლექს ბაზალეთში და მათ გაატარეს არაჩვეულებრივი რომანტიული საღამო და მოდით ნახოთ სიუჟეტი. ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი მდებარეობს ბაზალეთის ტბის პირას. ტბის წყალი დამსვენებლებზე განსაკუთრებული სასარგებლო მოქმედებებით გამოირჩევა. სასტუმროს მომსახურებასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სპა ცენტრის მომსახურებაც. ეხლა კი მოდი ნახოთ როგორი არჩევანი გააკეთა მიშამ. აჰა. ჩვენ ყავს წვილი. არაჩვეულებრივი არჩევანი გააკეთე მიშამ. მე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, რომ მართლა ძალიან გამიჭირდა არჩევანის გაკეთება იმ ასპექტშიო, დღეს სალომე, თამუნა, შორენა განსაკუთრებით კიდევ სალომეს გამოვყოფ, რომელსაც ძალიან ისეთი მეგობრული თვისებები აქვს, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაცემის შემდეგ მთელი ცხოვრება ჩემი მეგობარი იქნება. თამუნასთან მინდა რომ კონდეს პარალელები და უფრო ახლოს გავიცნო ეს ადამიანი. მე ძალიან მიხარია რომ გააკეთე შენი არჩევანი, ჩვენ თქვი კიდევაც რომ მივესალმებით შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თქვენ კი დაფიქრდით, ნუ გაუშვით უნიკალურ შანსს ხელიდან შეავსეთ ანკეტა იმედის საიტზე და იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი გადაცემაში ხანუმა.